ძალიან დიდი ფაქტორია ხელფასების საერთოდ ჩვენ დარგში. იმიტომ რომ ეხლა მცხოვრებლების დიდი დენადობა, ხელფასების გაზდას ითხოვს ეს ხალხი. ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი ჩივის, რომ საოპერაციო ხარჯები გაიზარდა, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული დანახარჯები და შრომის ანაზღაურება. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ბაზარზე ერთი მხრივ კვალიფიციური კადრების მოძიება ჭირს, მეორე მხრივ კი ამავე კადრების შენარჩუნება, რისთვისაც კომპანიებს ხშირ შემთხვევაში ხელფასების გაზრდა უწევთ. ამ გამოწვევას კი კერძო სექტორი საკადრო ოპტიმიზაციით, ან პროდუქციაზე ფასების ზრდით პასუხობს. ყველა ვარიანტში ხარჯების ოპტიმიზაცია ამით იწყება, იმიტომ რომ შეიძლება ეს მატება, ხელფასება და აკომპენსიროს სხვა რომელიმე ხარჯი. არ მოუწიოს ფასის გაზრდა, პირველ რიგში ამით იწყება. შემდეგ უკვე როდესაც ვიდგება დათვლილია და უკვე რაოდენობასთან შესაბამისობაში ჩვენ ფასს ვდით, ესეც არ არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია და ბიზნესი ამას ისედაც უნდა აკონტროლოს, იმიტომ გარემო იცვლება, ფასები იცვლება, იქიდან გამომდინარე რომ დეფიციტია პროფესიული კადრები, ძალაუფლება მათ ხელს არის და ისინი ითხოვენ უკვე გაზრდილ ხელფასებს, სხვა შემთხვევაში სხვა ალტერნატივები აქვს, ამ ქვეყანას დატოვებს. საოპერაციო ხარჯები გაეზარდა სადაზღვევო ინდუსტრიასაც. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელფასის ზრდა უსწრებს თავად ინდუსტრიის ზრდასაც კი. ამიტომ სექტორი ცდილობს ინოვაციური გადაწყვეტილებები მოძებნოს ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. საოპერაციო ხარჯების ზრდაზე საუბრობენ ჰორეკა სექტორშიც, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო კომპანიები ფასებს ვერ ზრდიან და მოგების მარჟას იმცირებენ. ჩვენ ადგილზე გაგვიძვირდა პროდუქტები, რომლისგანაც ვქნით ამ საბოლოო ტურისტულ პროდუქტს. ამასთან ერთად ის გუნდი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მათი ხელფასებიც ხომ ყიდულუნარიანობას კარგავს, ანუ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ ხელფასებსაც მოუმატოთ. და შესაბამისად რა ხდება? ანუ პროდუქტის ფასი გაგეზარდა, ხელფასები უნდა გაზარდო, მაგრამ საბოლოო პროდუქტის ფასს ვერ ზრდი, იმიტომ რომ ვერ იქნები კონკურენტული ბაზარზე. და უკვე ბიზნესის ამონაგები გამოდის ძალიან პატარა მარჟა. საავტო კომპანიების ჯამური მოგება ალბათ შემცირებული იქნება, როგორც ამ პორტალში იყო შემცირებული, ეს იმ ფონზე რომ ზრდა იყო შემოსავლებში, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს ოპერაციების განხორციელება, ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება უფრო ძველი უჯდებათ. ეს იქნება დაკავშირებული კადრებთან, დაკავშირებული ტექნოლოგიებთან თუ დაკავშირებული ნებისმიერ სხვა საოპერაციო დანახარჯებთან, კომპანიის ადმინისტრების დანახარჯები უფრო ძველი უჯდებათ. შესაბამისად, ეს აისახება შედეგებზეც, აქცენტის გამოქვეყნებული მონაცემებითაც კი საშუალო ხელფასი საქართველოში გაიზარდა. თუ გაიზარდა საშუალო ხელფასი საქართველოში ბოლო 2 წელიწადში გარკვეული მოცულობით და საზღვაო ინდუსტრიის ზრდა არ იყო ამ მოცულობით, ავტომატურად ეს ნიშნავს, რომ ხელფასების ზრდა წინ უსწრებს კომპანიების ჯამოხსებას. თუმცა მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ დავიკვეხნით საზღვაო ინდუსტრიები იმას, რომ ჩვენი თუნდაც სახელფასზე განაკვეთები არის იმ დონეზე, რომ დავუშვათ ჩვენ როგორც და შეიძლება მიგვაჩნდეს, რომ ტემპი მაინც ჩამორჩენილია, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ ტემპი ჩამორჩება, მაგრამ მეორე კუთხით საერთო ზრდის ტემპიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ კუთხით უფრო მოქნილები ვიყოთ. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ნომინალური ეკონომიკა. ნომინალური ეკონომიკური ზრდა ეს არის ინფლაციას დამატებული რეალური ეკონომიკური ზრდა. თუ კი ეკონომიკა 7.7%-ით იზრდება, ამას ინფლაციის მაჩვენებელი ემატება და საბოლოო ჯამში ნომინალური ეკონომიკა დაახლოებით 11-12%-ის ფარგლებშია. თუმცა ეკონომისტების განმარტებით ეს ეტაპი სრულდება და ხელფასების ზრდის ტემპი შენელებულია. აქ წუწუნი სინამდვილეში არის შემცირებულ შემოსავლებს. მას შემოსავლები რომ ეზრდებოდეს ისე როგორც ეზრდებოდა 24-ში და 23-ში ბიზნესი არსებული ხელფასების დით მაყოფილი იქნებოდა, არის წუწუნები. მაგრამ აღარ იზრდება შემოსავლები და შესაბამისად ის დილემურ სიტუაციაშია. დღეს გადაწყვიტა მან რომ ახლები არ დაასაქმოს, ძველებს ცოტათი გაუზარდოს ხელფასი, ზოგმა გაუშვას, მაგრამ გაჩვევას არ ჩქარობს. თუ სიტუაცია დამძიმდა, მე ამ პროგნოზსაც გავაკეთებდი, რომ გაიცად შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს. როცა ზრდა კიდევ უფრო შენელდეს, შესაბამისად ბიზნესს არ მოუწიოს ვერ გაზრდა ხელფასების და შესაბამისად მიიღოს უკმაყოფილო თანამშრომლები, ან გადაწყვიტოს, რომ მას ურჩევნია უკმაყოფილ თანამშრომელზე მეტად, ის გაუშვას სახში. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი 10.9%-ით, თითქმის 221 ლარით გაიზარდა და 2421 ლარი შეადგინა. 10.3%-ით გაზრდილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც და მან 2009 ლარი შეადგინა.